I took the path that you would never want for me. I know I let you down tonight. How was I supposed to know? Something wasn't right. Oh, baby, I shouldn't have let Now you're out of sight. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Because my loneliness is killing me. I must confess, I still believe. And I'm not with you, I lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. Get on my head and into the bed, girl. How you done know, blasting out the fantasy. Hey baby girl, and it's you and the key. Yo, because of then, for me looking at me, I can make you say you want me. When you gonna give it up to me? Because your body enticing me, making me want it. When you gonna give it up to me? When you gonna today, girl, then I must see tomorrow. When you fulfill my fantasy, because you know what if you love it, shade like an arrow. When you gonna get to me, so back in. ადამიანის გულისცემა მისი ემოციური მდგომარეობის მიხედვით იცვლება. რაც უფრო მოზღვავებულია ემოცია, მათ უფრო საგრძნობი ხდება გულის ფეთქვა. თითქოს საგულიდან ამოვარდნას ცდილობს და გაქცევას აპირებს. გული სხვა ორგანოებისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მეტად არის დაკავშირებული გრძნობასთან, რადგან სწორედ გულით გვიყვარდება ერთმანეთი და გულიდან ვაჟღერებთ მუდმივ ემოციებს. ემოციები ახსენე და სწორედ ეს არის დღევანდელი ჩვენი გულისცემის აჩქარების მიზეზი. ისევე როგორც ათასობით ჩვენ თანატოს, ჩვენს ძალომად გვიძგებს გული, რადგან დღეს მოსწავლის რანგში უკანასკნელად გვგევართ თქვენს წინაშე. სწორედ ასე ძლიერად გვიძგერდა გული ზუსტად 12 წლის წინ. მაშინ, როდესაც ჩანთებაკიდებულებმა პირველად შევაღეთ სკოლის კარები და დაბნეულებმა მივავალეთ თვალი უჩვეულო გარემოს. თუმცა დღევანდელი გულისცემა გაცილებით ძლიერი და ემოციებით ნაკარნახია. რადგან გააზრებული გვაქვს, რომ სწორედ დღეს დაესმება წერტილი იმ ისტორიას, რომლის დადგენა 12 წლის წინ დავიწყეთ. თუმცა იწყება კიდევ უფრო ახალი, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ეტაპი ჩვენი ცხოვრების. დღეს ხელთ ორი გასაღები გვიჭირავს. ერთით ვკეტავთ კარს, რომელიც სკოლის კედლებთან გვაკავშირებს, ხოლო მეორეს მოვარგებთ კარს, რომელიც მომავალს გვთავაზობს და გამოწვევების წინაშე გვაყენებს. მოდით, ერთად გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ და ვუთხრათ გამოწვევას. ჩვენ მზად ვართ! ამ სცენაზე დამეთავრებულ
განსახმებით არც ერთი ბოლოს არ ჩატარებულა ისე, რომ მასწავლებლებზე სიმღერა არ მოესმინა მაყურებელს და ამ ტრადიციას არც ჩვენ დავარღვევთ. თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ და თანაც არაერთს. იმედია ჩვენი ექსპერიმენტით კმაყოფილი დარჩებით. მაშასე, ეს ექსპერიმენტი ჩვენი ლამაზი მარი მასწავლებლის დამსახურებით განვახორციელეთ. რატოა ხარ მერე სიმღერა? მოკლედ, ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. მაშინ წალენჯი ხის მეორე საჯარო სკოლის პირველ კლასში 36 მოსწავლე ჩაირიცხა. რომ გითხრათ, ყველაფერი ზედმიწევნით გვახსოვს, რომ მოგატყუებთ. თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ აღარც ტელეფონები ქონდა, აღარც Facebook-ი და გაკვეთილებზეც თითქმის 100%-იანი დასწრება იყო. აბა სულ ასე კი არ ვიყავით. ჩვენშიც იყო რაღაც მისაბაძი, გონიერებიც ვიყავით, აკადემიურებიც და საყვარლებიც. ისე გამოგდის, თითქოს ახლა არაფერი ვიყოთ. არა, არასწორად გამიგე. ახლაც ძალიან კარგები ვართ, უბრალოდ ცოტა გავიფანტეთ მერე. კი, გავიფანტეთ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებინა სასკოლო ცხოვრებაში და ვფიქრობ, გამორჩეულები ვართ, რადგან ჩვენ შევინარჩუნეთ ის ადაბე კლასი, რომელსაც სულ გაერთიანება ემუქრებოდა. ჩვენის კლასი ვართ, მასწავლებლები რომ არ გვსაყვედურობდნენ მე-12 კლასში, რადგან მათ ნერვებზე რომ ითამაშო, მინიმუმ სკოლაში მაინც უნდა დადიოდე, რაც ჩვენ მაინც და მაინც დიდად არ გამოგვდიოდა. ჩვენ სწორედ ის მოსწავლეები ვართ, რომელთა მოსაძებნად და გაკვეთილებზე დასასწრებად ჩვენს დამრიგებლებს ალბათ ბევრჯერ გადაუწყვეტიათ დასახმარებლად მანდატორისთვის მიემართათ. ახლა კი შემოგთავაზებთ ცეკვას პოპური.
განმავლობაში ჩვენი პედაგოგების მხრიდან მკაცრ კონტროლს გავდიოდით. ისინი აკვირდებოდნენ ჩვენს ქცევებს, მიდრეკილებებსა და თავისებურებებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც უამრავი ცნობები დაუგროვდა ჩვენზე დაკვირვების შედეგად. აი ჩვენი დრო. მინდა ნომინაციები ბავშვებო? მინდათ? მე და ანა მასაებელმა ესე იგი ესე გადავწყვიტეთ არც ერთმა მოსწავლემ არ იცის ნომინაციის შესახებ. ჩვენ რამდენად ჩავდგეთ ჩვენი მოსწავლეების სული სიღრმეში, რა თქმა უნდა ეს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ამდენი წლის თანამშრომლობით ჩვენ რაღაცნაირად ორი ვარიანტი განიხილებოდა, ერთი იყო ოქროს შუალედი, მეორე სახანის. ჩვენ შევაჩერეთ პროგრამა ესე იგი რაზე ოქროს შუალედი არც ერთმა ვერ დაგამბარეთ. აი რამდენად გამოგვივიდა ეს ყველაფერი. ეხლა იწყებს ანა მასწავლებელი ა და ბ კლასი მოგეხსენებათ რომ ამთავრებს ა და ბ კლასი ერთ მაგნას რომ ასეთი შემადგენლობით ყოფილიყო ჩვენი მეორე საჯარო სკოლა თელი იკალოს თელი ესე იგი სულ ყოფილიყო ასეთი შემადგენლობით. ეხლა ანა მასწავლებელი მე-12 კლასის კლასის ხელმძღვანელი ესე იგი ნომინაციებს გამიგებს. მოგესალმებით ბავშვებო, გილოცავთ, მინდა გესურვოთ წარმატებები. კლასის ჯენტლმენი ნიკოლო ზაბულაძე. მიხნეთ თვითონ? არა, ბოდიშით თვითონ ეს ჩუმად გაკეთდა, არავინ არ იცოდა და ჩვენ არ ვაცხადეთ ამ დროს. თქვენ რამდენად მიხვდებით, ესე რამდენად ამოიცნობთ თქვენს თანაკლასს. კი ბატონო. კლასის პრინცესა. კლასის შემომქმედი. ოტო. დიმა. თათია ძურძუმია. კლასის მოგზალება. დიახ, მარია და თოდუა. კლასის პოზიტივი. დიმა. ნათია მოსიძე. ხერა ნახეთ. კლასის მეგობრული. დიმა. მარიამ კვარაცხელია. კლასის მორიდებული. ნინო ლემონჯა. კლასის გამჭრიახი. მია. კლასის სამართლიანი. ნანე ჯოლოხა. კლასის იდუმალი. კიდევ ყავ ჩვენ. დიმა შანავა. კლასის ბაიკერი. კლასის მონატრება. პამელა.
კლასის პასუხისმგებელი. კლასის სიმპათია. დათუნა მოსიძე. სად არის დათუნა? კლასის რომანტიკოსი. დიმა. კლასის რომანტიკოსი. მარიამ პიპია. კლასის ღიმილა. მე, ხათია. მარიკა როგავა. კლასის ინაძე. კლასის ინაძე. ნინო მოსიძე. თათია გამომჩა. მანდი ხათიას აგერ ჩემში კლასის მარგალიტი. თათია შენგელია. წარმატებები. ციგნებში ჩაძირული. კლასის მოაზროვნე. ნინო კვარაცხელია. კლასის აღმოჩენა. ლიზი კვარაცხელია. კლასის მოტრფიალი. კლასის ენაგვიმატი. მუიმურები მარიზაკუა. კრიმილის ბიჭი კლასის. კლასის ბორგასარი, ასე უწოდებენ. იპოვეთ. კლასის სინაზე. გურანდა გაბელია. ყველაზე სამართლიანი ბეგლაში. ნინოს გურა. ხელოვნების მოტრფიალე. დიმა. მარი კუჩულორია. სხვა ენერგია. სხვა ენერგია ვინ არის? არა. ჩაფანზე. გიორგი. შვიდობის მტრედი. მარი შენგელია. კლასის მონარნარე. ხათია ჩვენია. კლასის მაგისტრი. ემა ლუკა.
ნამიურ ჭდილთან მოჭუბარი დიმა ეკა ბოქსიონი რა ბოქსორია კლასის მერცხალი სურო დადიოდა პირველი მერცხალი ყოველ დღე 100%-იანი კლასში პირველი ვიც მოდიოდა ეხა დიმა ბუჭო და ბოლოს დარჩა ეს არის დიმა ესე იგი ნომინაცია პოეზიის მოგრფიალი ეს დარჩა მაგრამ მე შემიძლია დავუმატო აი დიმასთან დაკავშირებით ყველაზე კრეატიული მეგობრული ერთგული არ ვიცი ახლა სიტყვები არ მყოფის იმდენად ოქროს ბიჭი ყავს ასე რომ ესე იგი შენი არის ესე ამდენი არ ჩამიტეოდა პოეზიის მოგრფიალი ჩემი ლექსები მოუწამლე სევდით პოეზიამ კი მომწამლა თვითონ სისხლში გამიჩნდა ძლიერი გრძნობა დიდი ხანია თავს აღარ ვიცნობ ყოველ საღამოს მთვარის ნათება გულს ამიჩქარებს თითქოს და მიხმობს გონება კიდე თავის თავს ტანჯავს შუა ღამისას რაზე არ ფიქრობს სასმელზე მაგრამ ის არ სვამს ფიქრობს საჭმელზე მაგრამ ის არ ჭამს ფიქრობს სატრფოზე რომელიც არ ჩანს ფიქრში რა ინდობს და ათრევს ჩაჩქანს ესაუბრება უცხო მოყმეებს და ავთანდილობს მათ არ შორდება ცხოვრების აზრი მე ვერ გავიგე ერთ ღამეშია მთელი ცხოვრება გათენებულს კი ამ ღამის ფიქრებს წარეს სინათლე რომ გადაადნობს ხვდები არ ძალუც ღამის მუსტანჯას დილის დიმიტრი რომ დაამარცხოს დღე გადის ისევ იმავე ტემპით არაფერია შესანიშნავი მაგრამ ვიცი რომ უკეთესი ვარ ვიდრე მე გუშინ დილით ვიყავი ყოველი ღამე მატებს რაღაცას და მის წართმევას ცდილობს დღეები რაღაცას მალავს კაშკაშა სივრცე გულწრფელი არის მუქი ფერები არ არის ჩემთან მთაწმინდის მთვარე მაგრამ მთვარე ხომ მაინც მთვარეა მთაწმინდაზეც და ჩემს პანჯარაშიც ის ხომ ერთგვარად მოკაშკაშა მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მოსმენისთვის, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, უკლებლივ ყველას. ამასთანავე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩემ ქართულის მასწავლებელს მანანა ევსიას. მან სკოლაში ჩემი პოეზიის საღამოც ჩაატარა და ხელი შეუწყო ჩემი შემოქმედების პოპულარიზაციას. მიყვარხარ. არა მარტო მასწავლებლები გვაკვირდებოდნენ ჩვენ, არამედ ჩვენი მხრიდანაც გადიოდნენ კაც დაკვირვებას. მინდა მოდი გიხმო. დიმა. აუდა გადამეგდო ის ფურცე. ჩვენ სწორედ ახლა კი დადგა ის მომენტი, სწორედ მათ შესახებ ვიმღეროთ და იმედს ვიტოვებთ, რომ არ გვიცხენენ, რადგან ამას სიყვარულით ვაკეთებ. მან შასე დავიწყოთ. Yeah.
პირველ კლასში შეხვედრდი რა იცოდი? როგორ თუ რა ვიცოდი? ვიცოდი ჭამა, სმა და ტირილი. მაგას არ გულისხმობ კაცო. აი მაგალითად წერა კითხვა თუ იცოდი. მუსრებოშ ჩუღნინს ამარდ დიპური ამბანიშ ბოიოას. არ მეგონა თქვა და ასე თუ იყო საქმე. კარგი, მაშინ მითხარი 3 რამ რაც სკოლის პერიოდში ძალიან მოგწონდა. მაგას რა კითხვა უნდა? ივნისი, ივლისი, აგვისტო და ჰაჰა სექტემბრის 15 რიცხვამდე. კარგი გათვლა ნამდვილად. აუ ბიჭო და რომელი საათია? მოიცა ახლა თუ ვაფშე. ახლა ბიჭო რა ვაფშე. გონი დროა. ორია მაგრამ რაც გულისხმობ. იმას გულისხმობ ჩემო კარგო რომ დროა უკვე დავისწოთ ის ისუსას აქ შევიკი. ამას გულისხმობდი. რა იყო ძნელია ამის მიხედრა? რა იყო სცენამ დაგაბნია? სიوارენო ასე თარქმა ბუქერდილი. ჯერ ასე ვემჭყვათინდეშ ბირაჟდორი. რა სიმღერა ამ უნდა იმღეროს. დიკაპრიო. ლეონარდო. Foto! Non amo su Messi! Раз. Riani tu Messi. Sigure tu Mercedesi!
ნომერს, რომელიც სწორედ ასეთ სახალისო ისტორიას აცოცხლებს. ერთი შეხედვით, ჩვენი საკლასო ოთახი ძალიან მშვიდად და უპრობლემოდ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში ასე გახასიათებენო დამრიგებელმა სამასწავლებელში და რა ვიცი? მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი საკლასო ოთახთან დაკავშირებით, რომლის დამალოსაც დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით. Pucholorია რა გაცინებს? სასწაულით. თუ რას გახართ? დასხედით ორ. დასხედი. გამოიწიე რა, გამოიწიე. ეს არის საუკეთესო კლასიო, სამაგალითო კლასიო. აიკელით მესამე სართული. სამასწავლებელში ისმის თქვენი ხმა. რა დღეში ხარ? რა არის ეს? რა დაემართ ამაგიდას? რა არის ეს? მაგიდა მოკდა. რა მოკდა? გავიდა მარილზე. მარილზე გასვლას განახებთ მე თქვენ 300 ლარი ღირს ეს მაგიდა. 300 ლარს მოიტანთ, ხვალ იყიდით ახალ მაგიდას და დადებთ. ჯობია დირექტორმა არ გაიგოს ეს ამბავი. წავედი მე. არ მაინტერესებს არაფერი, ვინ გატეხა, რა გატეხა. გამოდი, ბავშვები. ეს რამდენი გაკეთეთ ბავშვებო? კიდე კარგად გადარჩით, ეხლა რომ ვერ გაიგო დირექტორმა ეგ ამბავი. ნახავდით რაც დაგემართებოდათ, არ მაინტერესებს. ჯობია 300 ლარი მოიტანოთ და მალე იყიდოთ მაგიდა, მორჩა და დიდი ხანი გვინდოდა ეს ფაქტი დაგვებალა და საბედნიეროდ ერთჩვენიერ დღეს დირექტორი სადარბაზოში მაგიდასა დგას და იძახის. მასწავლებლებო, ქვებოძეთ მეტი მაგიდები დაგვრჩა და ვისაც გინდა შეგიძლიათ წაიღოთ. ვაიმე, მაგიდა კი მინდა, მაგრამ ეხლა რო ვთქვა მინდა მეთქი და მე რომ მკითხო შენ რა გინდაო? აი იყოს ჯანდაბას ვიტყვი. მე მინდა მაგიდა. კარგი მარინა, აგერ არის და შეგიძლია კლასში ჩაიტანო, ბიჭებს დაუძახენ. ბავშვებს დაურეკავ და აიტანე. და ასე გადაურჩა მე-12 კლასი. ალო ემა. სასწრაფო დამოდით ბიჭები მოიყვანე და აიტანონ მაგიდა ვიშოვე. კარგი, თორე სირცხვილია 3 თვეა მასწავლებელი მოსწავლის მერხთან ზის. და ასე გადაურჩა მე-12 კლასი მაგიდის ყიდვას. თქვენ გაქვთ 3 კი? ასე თქვი თუ ისე თქვი, პრობლემები არასდროს შეგვექმნია სკოლისთვის. თითქმის არასდროს ვარ შემჩნეული მიუღებელ სიტუაციებში. არასდროს გვიკამათია ალაბე კლასის ბიჭებს. აკლასის ბიჭებიო? სად იყვნენ ბიჭები აკლასში? ერთი კინკილა ნიკა აბულაძე ხა შემორჩა კლას, რომლის გადაბრებასაც ვაპირებდით მთელი ბ კლასი, მაგრამ ნიკა დარჩა თავისი კლასის ერთგული. კლასაც ხომ სჭირდებოდა ერთი ჯელმდმენი. ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცლება. გამოიწიე ვიღებ აქ
ცნება მქონდა. გავზრდილიყავი. სკოლას უათებზე დამემთავრებინა. მერე ოქროს მედალის ამოღო და იმ ფრიადოსთან სიას შევსულიყავი და ხისკენ წოროს თუ არა რომელიმე ფოთლის ადგილი მაინც დამეჭირა. აქედან ერთი ოციმას კი ამისრულა. გავიზარდე. იქას უნდა ეთქვა რა ოცნებაო და გავიზარდეთ. ახლა კი დამეთანხმები, რომ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცეკვა უნდა შევთავაზოთ მაყურებელს. რომელ ცეკვას გულისხმობ? როგორც წესი წინ კიდევ ორი ცეკვა გვაქვს. ხო, ძალიან ენერგიულია და ლამაზი. ორივე ცეკვა ისეთივე ენერგიული და ლამაზია, როგორც სალომე მასწავლებელი. Shut up,
შემთხვევარია სკოლის წლები ყველას გვახსოვს და რა თქმა უნდა მასწავლებლებიც, რომლებიც თითქმის ყველას ერთხელ მაინც გამოგვიყვანია მწყობრიდან. ჩვენ შევკრიბეთ მასწავლებლების ყველაზე ხშირად თქმული ფრაზები. ინფორმაცია ინტერნეტიდანაც ავიღეთ. სახალისო კრებულიც კი გამოგვევიდა. ეჭვი არ გვიპარება ამის საკითხვის შემდეგ ყველას ალბათ სკოლა გაგახსენდებათ. თავი რატო არ დაგჭა? რაზე იცინოდით? მეც მითხარით იქნებ მეც გამეცინოთ. სხვამ თუ გაიგო, შენ რატო ვერ გაიგე, რა გქონდა? რა შენ თავს ცალკე. მომავალი წლიდან ჩემი ფეხი არ იქნება ამ კლასში. გოგონები ბიჭებზე უარესები ხართ. შავლის გარეშე არ დაგინახო მოსული. ვიღაცი შურჩული მესმის. არ მჭირდება ახლა კომენტარები. ბუზის გაფრენის ხაის მოდელი. სუზუნი კლასში. დედა, გადავირიე ქალი. გაჩუმდით, აღარ შემიძლია. მე თუ მანდატური არ შემოგიყვანოთ, ქალი არ ვიყო. შენგენაც ბოლო ზარზე ოცნებები ხდებაო, სომინდა და მომღერალი გამხდარიყავ და ისე გამემართლა, დღეს ბედინას კი გავხდი. ბედინა ვინ ოხერია? ბედინა ოხერია და შენ შეიხი, მოისმინე და გაიგებ. ახლა ხედავ
მივხვდებით დიდი ხნის მეცადინეობისა და უძილო ღამეების თუ დამღლელი დღეების შედეგია. იყო აზრთა სხვადასხვაობა, უკმაყოფილება, ზოგს ესა თუ ის სიმღერა არ მოგწონდა, ზოგს კი ამა თუ იმ ტექსტის მორგება გვიჭირდა. იყო შეცდომები და შესწორებები, რაც რეპეტირების თამდევი პროცესია. ახლა კი სცენაზე ვთხოვთ წალენჯიხის განათლების რესურსცენტრის უფროს ქალბატონ ლირა ღურწკაიას და მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მაკა სონგურიას. სასწავლო ნაწილი, რა თქმა უნდა, ნესტანი. გამოიწიე ბიჭო. მოგესალმებით ყველას, ესე დავდგები, მე მინდა ბავშვებს უყურო. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს. მართლაც განსაკუთრებულია დღევანდელ დღემ მთლიანად საქართველოში. ყველა საჯარო სკოლაში დაირეკა ბოლო ზარი. განსაკუთრებულად მინდა ბავშვებო თქვენ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღე რომელიც სკოლასთან გაშორებს, თქვენ საყვარელ მასწავლებლებთან გაშორებს. მაგრამ თქვენ ისაუბა ხართ, რომელმაც თქვენი ნიჭიერება, თქვენი წარმატება, თქვენი აკადემიური მოსწრება ყველაფერი დადეთ, დაამტკიცეთ სკოლისთვის. თქვენ უკვე გადადიხართ სხვა ეტაპზე, ხო იცით ადამიანები, როცა ადამიანი იბადება, სხვადასხვა ეტაპები აქვს გასავლელი. ბავშვობის ეტაპი, ყველაზე ხალასი ეტაპი თქვენ გაიარეთ. დაასრულეთ ეს ხალასი ეტაპი და უკვე გადადიხართ დამოუკიდებელ ეტაპზე, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. მე მჯერა რომ თითოეული თქვენგანი წარმატებებს კიდევ მრავალჯერ დადებს. ბევრი წარმატება გექნებათ. არაერთხელ ასახელებ თქვენს სკოლას, თქვენს მასწავლებლებს, ჩვენს მუნიციპალიტეტს და წალენჯიხას წარმოაჩენთ წარმატებულთა რიგებში. ბოლო ზარი ძალიან სევდიანია, მესმის თუ ის მართლა ბოლოჯერ ირეკება თქვენ სკოლისთვის. სკოლის ბოლო ზარი ცრემლიანია, სევდანარევია, ამავდროულად არის სიხარულით სავსე, მაგრამ წინ ძალიან დიდი და საინტერესო ცხოვრება გელით. ძალიან ბევრი წარმატებული წლები გევლით. ჩვენ მივადევნებთ ამ წარმატებას თვალს, დავყვებით თქვენი მიღწევებით, დავყვებით და თქვენ უკვე სკოლის ბოლო ზარი დაირეკა თქვენთვის, მაგრამ დაირეკა ასევე წარმატების ზრდასრულობის ზარი, სადაც წარმატებული ბავშვები გაივლით ამ წარმატების გზებზე და გისურვებთ მრავალ წარმატებას და მრავალ მიღწევას. დაგილოცავ თქვენ სავალ გზას, გილოცავ დღევანდელ დღეს, მადლობა თქვენს მასწავლებლებს, თქვენს მშობლებს ესე ერთსულოვნებისთვის, რომ არა ესეთი ერთსულოვნება, უწყვეტი ჯაჭვი, მშობელი, სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე, ესეთი შედეგი დღეს ნამდვილად აქ არ დადგებოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ, მადლობთ რომ ესეთი კარგები. მოგესალმებით. უკვე კურსდამთავრებულებო. მივესალმებით თქვენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, ბებიებს, ბაბუებს, ყველა თქვენს გულშემატკივარს. მივესალმები აქ დამწრეს საზოგადოებას. პირველ სკოლელები არიან, სხვა სკოლელებიც, ყველას თვალს ვერ ვადევნებ. ყველას მოგესალმებით და თქვენი სახელით მინდა თქვენ მშობლებს, თქვენს ახლობლებს და სულ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლას მიულოცო 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების ბოლო ზარი. დღე რომელიც სინანულის, მაგრამ ამაღლებული განწყობის, შემართების, სიყვარულის, თანადგომის, ერთგულების, თქვენი აკადემიური მოსწრების,
თქვენი 12 წლიანი სკოლაში მოღვაწეობის ბოლო დღეა, რომელიც თქვენ დღეს წარმოაჩინეს სკეჩებში. აქ იყო ნომინაციები, რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა თითოეული მონაწილე და ჩვენც ქვემოდან გულშემატკივრობდით, აბა ვინ რომელი იქნება და ერთეულები კი არა, უფრო მეტიც რომ მოვახვედრეთ. ყველა ბავშვი ცოდნა, ნიჭი, გონიერება, შესაძლებლობები იკრიბება ეს ყველაფერი სკოლაში. აი ამ 12 წლის მანძილზე თქვენ ამაში დაგეხმარათ მეორე სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, რომელიც არის ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრი სტატუს შეცვლილი მენტორი, წამყვანი, უფროსი მასწავლებლების ქვეშ იმყოფებოდით ეს გარკვეული ბოლო წლები თქვენ და დაწყებითში. მე აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ანა ჭანია, რომელიც პირველად აცილებს წერს მე-12 კლასს. გთხოვთ აპლოდისმენტებით ანას მიულოცოთ. ანა ბევრი თაობები კიდე გაგეშვას, ასეთი წარმატებული ყოფილიყოს ყველა თქვენი მოსწავლეები, რომლებიც დაამთავრებენ სკოლას. მე დღეს მიხარია რომ თქვენს გვერდით არის ჩვენი გოგიტა მებონია და მე მადლობა მინდა გითხრათ იმ 21 საუკუნის უნარებით თქვენ რომ გამოავლინეთ დღეს და რომ დღეს ჩვენთან ერთად გოგიტა ზეიმობს თავისი სკოლის დამთავრების ბოლო ზარის ღონისძიებაზე რო გვესწრება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის 12 წელი მე უკვე 8 წელია ამ სკოლაში დირექტორი ვარ და თქვენ დაწყებითში იყავით მე რომ მოვედი. ჩემს თვალწინ გაიზარდეთ, ჩემს თვალწინ გალამაზდით, დაჭკვიანდით და უფრო გახდით რაღაცა მოკრძალებულები. მე მინდა თვითმმართველობა, რომელიც იყო აი ამ წლებში თქვენი კლასი და წარმოდგენილები, ძალიან აქტიურად იყავით ჩართულები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. თქვენ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევდით ჩვენ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და თათია, ნია, მარიკა, ნანა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს გოგონები, თათია წურწუმია, რომლებიც ჩემს გვერდით იყავით და მეხმარებოდით დაწყებითი კონკურსის ჩატარებაში და შედეგებსაც თქვენ რო აჯამებდით. ის იყო გამჭვირვალე, ის იყო ობიექტური და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პროექტები, რომლებიც თქვენ მიერ იქნა სკოლაში განხორციელებული, ეს იქნებოდა ფორმალური თუ არაფორმალური კუთხით, სასკოლო საზოგადოებაში თუ სკოლის გარეთ. ძალიან ბევრ კონკურსებში და პროექტებში იღებდით მონაწილეობას. ამითი თქვენ თქვენი მომავალი გამოჭედეთ. ის მომავალი, რომელიც სკოლიდან იწყება და უკვე ფრთებს გაიშლის თქვენს უკვე საუნივერსიტეტო თუ პროფესიულ სასწავლებლებში. მინდა გითხრათ, რომ რომელ სასწავლებელსაც თქვენ წაირჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თქვენ გაყვებათ მეორე სკოლიდან ის 21 საუკუნის ღირებულებები, რომ უნდა იყოთ ადამიანი, რომელიც იქნება ტოლერანტი, ადამიანი, რომელიც იქნება თანაგანცდის მქონე, ადამიანი, რომელიც იქნება გარემოს დამცველი და იცით, რომ მსოფლიოს დაუდგამთ გრადი განვითარების მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული პრიორიტეტების დანერგვა და მე მჯერა რომ თქვენი თაობა იმ პრიორიტეტების დააჩვით გააგრძელებს 21 საუკუნეში ცხოვრებას და გარკვეულ წარმატებას მოუტანს წალენჯიხას და სრულიად საქართველოს. დაგილოცავთ გზებს. ქალბატონო მარინა, თქვენზედაც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. გარკვეული წლები ეს ორი კლასი რო შენარჩუნებულიყო და რო ერთი კლასი რო არ ყოფილიყო, ძალიან დიდი შრომა ჩადეთ ამ ყველაფერში მშობლებთან ერთად. ყველას დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის. აი ამ ხელა ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა სალომე ჩიქოვანს, დიდი მადლობა მუსიკის მასწავლებელს, სახელი არ ვიცი, მარიამ შეროზიას, დიდი მადლობა სცენისთვის, კომუნალურ სამსახურს დაგეხმარა და აი ასეთი კეთილმოწყობილი სცენა პირველად არის მეორე სკოლის ისტორიაში, აი ასეთი დონის სცენა რო არის და არც მჯერა რომ აი ასეთი გარემოა ეხლა. დღეს ამინდმაც ბუნებამაც ხელი შეგვიწყო და ძალიან გალამაზებული ჩანს ყველაფერი. მე მინდა აი ამ მუხას, დეკორატიული მუხა, რომელიც სკოლის შემოსასვლელთან არის და რომელიც ზისხივებს არ უშვებს თქვენამდე და გინარჩუნებთ კომფორტულ გარემოს, აი ამ ხის ფოთლებივით მწვანე, მშვიდი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება და მუდამ ყოფილიყავით ცხოვრების წინა პლანზე. დაგილოცავთ გზებს.
დიდ მადლობას მოუხდი სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას გაწეული შრომისთვის, იმ 12 წლისთვის დაწყებითი კლასის დამბრიგებლებს არ გამორჩეს ვინმე, რომლებმა შეგასწავლეს ანი, ბანი, წერა, კითხვა, კითხვისა და წერის უნარები გაგზიარათ და ყველაზე დიდი ზურგი, რომელიც თქვენთვის არის, ეს არის თქვენი მშობლები, რომლების გვერდით ამაყად გიდგანან და კიდე დაგიდგებიან. ძალიან დიდი მადლობა ყველას, დღევანდელი ღონისძიების მუსიკალურ ორგანიზატორებს, ყველას ვინმაც ერთი მარცვალი ჩაადო აი ამ სცენარის დაწერაში, ასე ორიგინალურად თქვენ წარმოჩენაში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ყოფილიყავით, წარმატებულები და უფლის წყალობა თქვენ. მადლობა. მოგესალმებით. ვარდობისთვის ისევ უჩვეულო ამაღრებული სევდიანი განწყობა. კიდევ ერთი სასწავლო წელი იწურება და ტრადიციული ბოლოზარი. 12 წლის შეჯამება. გილოცავთ და დაგილოცავთ გულწრფელ, ლაღ, გაფრენილ ბავშვობის წლებს. მომავალში სიკეთით, სიყვარულით, წარმატებებით სავსე ყოფილიყოს თქვენი სავალი ბილიკები. მშობლიური სკოლა საგზლად გატანთ. ცოდნით, სითბოთით, ზრუნვით სავსე მოგონებების კიდობანს, რომელიც გაგინათებთ მომავალს. ჯერა ყველაფერი დღეს არ დამთავრდება. ჩვენი გზები ბევრჯერ გადაიკვეთება. თქვენი მრავალი წარმატების თანაზიარი ვიქნებით. მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, ხშირად გაიღიმეთ, დარდი დამალეთ, ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები, მოიგეთ სიკეთით, მოიგეთ ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები და ხშირად გაიღიმეთ, დარდი დამალეთ, მიყვარხართ. კაცრავად გამომჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გიორგი ზარქუას მშობელმა სკოლის ეზოში, აი აგერ ახლა ქალბატონები დგანან მის ძირში, ესე იგი საჩუქრად ნერგი, ნეკერწფრის ნერგი უსაჩუქრა სკოლას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, აი ამ საჩუქრისთვის. აი ამ ხის გაასწრივ ალბათ ყოველი წელი აი ეს მწკრივი გამდიდრდება დეკორატიული ხეებით და ამითი ჩვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ამისთვის. ამ სცენას ბოლოზარისადმი მიძღვნილი უამრავი ღონისძიება და აპლოდისმენტები ახსოვს. მრავალგზის გაცოცხლებულა არაერთი იუმორისტული ისტორია და მომხდარა სხვადასხვა წარმატებული ტელეპროექტის იმიტაცია. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ ის ერთი საათი, რომელიც დღეს ამ სცენაზე გავატარეთ, მეტწილად ჩვენი აღმზრდელი პედაგოგებისადმი მადლობის გადახდისთვის დაგვეცვა. მართალია ჩვენი შემოქმედება ზღვაში წვეთია იმ შრომასთან, რაც წლების განმავლობაში ჩვენმა აღმზრდელებმა ჩვენს განათლებაში ჩადეს, თუმცა დავეთანხმებით გულწრფელად ნათქვამი მადლობა გულსა და გონებას მართლაც რომ მალამოდეფინება. პირველ რიგში ყველას მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის, თუმცა განსაკუთრებულ მადლობას მაინც თქვენ გიხდით, ჩვენო აღმზრდებო, რადგან დღეს კიდევ ერთხელ მოიცალეთ ჩვენთვის. დამეჯერეთ, ძალიან მიყვარხართ. მიყვარხართ არა იმიტომ, რომ თქვენ ჩემი მასწავლებლები იყავით და მე ამის ვალდებულება მაქვს. არა, მე თქვენ მიყვარხართ იმიტომ, რომ სხვა აზროვნება მასწავლეთ. ის აზროვნება, რომელიც წიგნებით არ ისწავლება. მასწავლეთ ადამიანობა და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული. თქვენ თქვენს აზრებს, სიტყვებს და ფასეულობებს ისე მასწავლით, რომ ეს არ იყო პირდაპირი. ისინი რაღაც უხილავი, ძლიერი გზით ხვდებოდნენ ჩემს გულში და სამუდამოდ იმკვიდრებდნენ ადგილს. მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც უჭირს ერთი მასწავლებლის გამორჩევა, რომელმაც მის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი 12 წლიანი მოსწავლეობის პერიოდში თითოეულ მასწავლებელს.
მადლობა იმისთვის, რომ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა. თქვენ მასწავლეთ არა მხოლოდ საგნები, არამედ საკუთარი თავის წმენა. თქვენგან ყოველთვის დილდობასა და ჩემს შესაძლებლობებში წმენას ვგრძნობ. კიდევ ერთი მე-12 ბ კლას დაწყებითში ასწავლიდა ქალბატონი ასმათი დარსანია. აი ამიტომ მშობლებისგან შემოვიდა ინიციატივა, რომ ეს ბავშვები ახლა ქალბატონი ასმათსაც მივლენ და მადლობას გადაუხდიან გაწეული იმ 4 წლიანი შრომისთვის. ეს ინფორმაციის სახე. არის ზარკოა იტყვის ამ ეს მოდი მოგესალმებით ყველას. მოკლედ მინდა ჩემი სკოლის პირველ დღეზე გესაუბროთ. ამასთან ერთად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასმათი მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. ჩემი სკოლის პირველი დღე ძალიან სევდიანად მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან შეშინებული ვიყავი, ვტიროდი და სულ დედასთან მინდოდა. მაგრამ ასმათი მასწავლებელი იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემთან მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და ძალიან დიდი ნდობა დავინახე მე იმ მომენტში მის თვალებში და აქედან გამომდინარე ის იმ წამიდან ძალიან შემიყვარდა. და სწორედ ამ ყველაფრისთვის მინდა გადავუხადო მადლობა ასმათი მასწავლებელს. არა მარტო ჩემი სახელით, არამედ მთელი კლასის სახელით, რადგან ამ ადამიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. მადლობა. მასწავლებლობა ძლიერ საპასუხისმგებლო საქმეა. ჩემი აზრით ურთულესი პროფესიებს შორის. სწორედ მათი მოვალეობა აღსტარდონ სულითა და გონებით ამაღლებული სამშობლოს ერთგული მამულიშვილები. როგორც ჩვენი სულიერი მამა ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მგზდელი ყმისა მეორე შემოქმედია, რასაც ერთი მიხმარებს ბავშვს, მეორემ უნდა წნას და გზარდოს. 12 წლის განმავლობაში ხშირად მიფიქრია, რაოდენ დიდია მასწავლებლის მოვალეობა. ახლა კი, როცა სკოლას ვამთავრებთ, მეც და ჩემი კლასელებით ხვდებით, თუ რაოდენ დიდი სიყვარული დათესეთ ჩვენს გულებში. სწორედ თქვენმა დაუღალავმა შრომამ და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებამ შეგვამეცნა უმაღლესი სიბრძნე. ვაზიარა ხელოვნებისა თუ მეცნიერების მშვენიერებას და გვასწავლა ადამიანობა. სწორედ თქვენ მიერ მაღალი ღირებულებების ერთგულებამ და ამის თხადმა მაგალითმა თქვენი ცხოვრების საკით დაგვანახა, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ კეთილშობილი ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ დავეწაფოთ სწავლა განათლებას, რომ ამ ცხოვრებაში მთავარია ზნეობისა და ღირსების შენარჩუნება, რომ მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ძის ღირსეულად გაყოლებასა და ჩვენი ადგილის დამკვიდრებას სამარაჯამად. ჩვენც მოვისმინეთ ყურადღებით თქვენი რჩევა დარიგებანი და სამუდამოდ დავიმარხეთ გულში. აც მუდამ ვეცდებით ჩვენი ვადლი პირნათლად მოვიხადოთ ქვეყნის წინაშე. უანგაროდ ვემსახუროთ მას, ამით გასახელოთ და ფასდაუდებელი ღვაწლი დაგიფასოთ. 2014 წლის 15 სექტემბერს, როცა დედამ პირველად მიმიყონა წალენჯიხის ნომერ 2 საჯარო სკოლაში, კარგად მახსოვს როგორი გულდის ფაცკალი დავედი კიბეები. იქვე ლექსის წავიკითხე და სხვა ბავშვებთან ერთად წამიყვანე საკლასო ოთახში. საკლასო ოთახში მაგიდაზე დამხდა დედაენის წიგნი. კომპიუტერი ბუკი და თეთრ ქაღალდზე დაწერილი ჩემი სახელი გიორგი. ეს იყო ჩემი პირველი მერხი, ასე დაიწყო ამ სკოლაში ჩემი პირველი ნაბიჯი. ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელთან ასმათ დარსანია და მარიკა ფიფიასთან ერთად, რომლების გოლმოდგინედ შემოვდნენ და გვასწავლდნენ წერა-კითხვას. აქ შევიძინე და შევიყვარეთ ერთმანეთი. ბავშვებმა ჩვენი პირველი მეგობრობის წელიც სწორედ აქედან იწყება, რომელიც დღემდე არ განელებულა. გადიოდა წლები და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ჰქონდა ექსკურსია. აი ექსკურსიაზე ვართ მოვიარეთ მარტვილი და წავედით ნოქალაქებში. როცა მუზეუმს მივად, იქით დაცვა შემოგვეგება და მოგვა ხალა შესვლა ფასიანიაო. ვაი დაიწყებს პრობლემა, სადაა ფული აქ-იქ ჩხიალებს ხურდა. მოვიწყეთ ბავშვებმა და სწორედ ამ დროს მუზეუმის დირექტორი იძახის, რომელიც სკოლაა, საიდან ხართ? ქალაქ წალენჯიხის ნომერ საჯარო სკოლა მოპასუხა ასმათ მასწავლებელმა. მაშინ ნოელის სამუშიას პატივისცემით შემოდით ყველა უკლებოდ და შეგვიყვანეს მუზეუმის დასათვალიერებლად. მადლობა ნელი მასწავლოს, რომ არ ამისი სახელი გულდაწყვეტილებით წამოვიდოდით. შემდეგ ახალ ეტაპზე გადავედით ახალ სტაგნებთან ერთად.
ახალი მასწავლებლები გავიცანით, ზოგს აუწყვეთ ფეხის, ზოგს ვერა. ამასობაში პანდემია წამოგვეწია და წლემაც ჩაიარა და აი უკვე კარს მოგვადგა ნანატრი მე-18 წელიც. უკვე მე-18 კლასელები ქვია, წელს ვამთავრებ სკოლას და გვიხარია. და აი ის დღეს 2023 წლის 19 მაისი, დღე როდესაც ირეკება ბოლოზარი და ვემშვიდობებით სკოლას. მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მაკასონგულიას. კი გვიბრაზდებოდით, მაგრამ გულის თქმაში მაინც გვინდობდით. მადლობა ჩვენი კლასის ხელმძღვანელს მარინა კაკაჩიას, რომელიც წლებია ჩვენთან ერთად არის და იზიარებს ჩვენი ყოველგვარ მოსაზრებას. მადლობა თითოეულ მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ ამ სკოლაში და იღწიან უკეთესი თაობის აღსტვისთვის. მადლობა მშობლებს, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან და გვიძლიერებენ ზურგს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მე-12 კლასელს, რომლითაც ირეკება ბოლოზარი, რომელიც გააუწყებს და გვაგზავნებს ახალი ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების დასაწყისს. დღეს, როდესაც უკანასკნელად გავარ მოსწავლის ამპლუაში, მინდა განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პირველი დამრიგებლის ნინო კვარაცხელიას მიმართ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს, როგორც ადამიანად აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. ნინო, მას მადლობა, რომ ზრუნავდით ჩვენზე და დღესაც აგრძელებთ. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად მასწავლებლის ღვაწლი დიდია და მეტად დასაფასებელი. ვფიქრობ, გამომართლებ თქვენს იმედებს და საშინაო დავალებებში ჩაქსოველ აზრებს, რომლებსაც ოცნებებზე სიხარულით წერდით, რეალობად ვაქცევთ და გავხდებით ღირსეული მასწავლებლების ღირსეული მოსწავლეები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემო დამრიგებლებო. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის. თქვენ არა მხოლოდ საგანი, არამედ ყველაზე მთავარი ადამიანობა გვასწავლეთ. მასწავლეთ, რომ ოპტიმისტურად შემეხედათ ცხოვრებისთვის და საკუთარი თავის წმენა მქონოდა.
ვინა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და ის როც სიყვარული, ბედნიერება და ღვთისწყალობა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სცენა ჯერ კიდევ არაერთ კურსდამთავრებულს უმასპინძლებს, რომლებსაც წინასწარ ვულოცავთ და უსურვებთ წარმატებებს. ამით დღევანდელი ჩვენი ღონისძიება დასასრულს მიუახლოვთ და გემშვიდობებით, ბედნიერად. ნახვამდული! ტრადიციის თანახმად ყველა კურსდამთავრებული სკოლა ჩუქნის საჩუქარს, საჭიროები და გამომდინარე ჩვენს გვინდა სკოლას საჩუქარი გავუკეთოთ და ვჩუქნით დინამიკს. დიდ! ბრავო! ბრავო! დინამიკი ხორგანა. ჯაროსია გადაიღო. მადლობა აიზა მიდიგვიაში. Jerusalem, Itayalami, Brilo no lo sé, Uhambenami, Sumanishiana, Jerusalem, Itayalami, Brilo no lo sé, Uhambenami, no puedes superar que te leña para el carro, mamacita, leña para el carro, leña para el carro, mamacita, leña para el carro, en el mar. Súbele, con mi hacha hasta que caiga, súbele, me la deja el palo y le digo mi hacha hasta que caiga. Leña para el carro, leña para el carro.
picture of you now. Cause hopelessly the hopeless we have so much to feel good about. Oh, this has gotta be a good life. This has gotta be a good life. This could really be a good life, good life. I say, oh, this feeling that you can't find. The city is on fire tonight. This could really be a good life, a good life. Oh,